მოგესალმებით თქვენ უყურებთ გადაცემას ევროპის დაისი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ წლის საუკეთესო fake დოკუმენტურ ფილმზე, რაც გაავრცელა BBC-მ და სადაც ყოველგვარი კვლევის, ყოველგვარი რეალური კვლევის და არგუმენტაციის გარეშე არის ბრალდება გაჟღერებული, რომ თითქოს ქართულმა ოცნებამ აქციების დაშლისას გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება და ყველა იმ კომპონენტს გავყვებით თუ რატო არის ეს მტკნარი სიცრუე და რა მიზანს ემსახურებოდა რეალურად ეს ფსევდოდოკუმენტური ფილმი. ნამდვილად ეს ყოველად შემოშფოთებელი ერთი მხრივ ეს სტატია და შემდეგ ეს ვითომ საგამოძიებო ჟურნალისტიკა, დოკუმენტალისტიკა, რომელიც ყველაზე უცნაური და ყველაზე არაპროფესიონალური რაც არის ეყრდნობა აქაური აკაცუკების აქაური აკაცუკებისგან შეგროვებულ მასალებს, ანუ წყარო არის თქვათ დოკუმენტური ფილმის, ანუ მთელი საგამოძიებო ჟურნალისტიკის აქაური აკაცუკები, რომლებიც ყვებიან თავიანთ თქვათ გამოცდილებას, თავიანთ გრძნობებზე, ნული რაიმე თქვათ სამეცნიერო ტექნიკური ან კვლევითი პროცესი არის შემდგარი, ნული სერიოზულობა, უბრალოდ გიჟებს ეკითხებიან რაღაცას და ეს გიჟებიც პასუხობენ. რა შორს მივდივართ, არის ერთი ქალბატონი ჩვენ სამიდაკოს ეთერში გავუშვით აქციებზე დაღუპული ახალგაზრდების სიამაყო. ანუ გარდაცვლილი დაჟე მოკლესო აქციაზე და ხა მაგათ რო დაეყრდნობი, მაგათგან რომ მიიღებ ინფორმაციას და თქვათ მაგაზე რო ააწყობ ყველაფერს, რა თქმა უნდა, რაც გამოგივა კი იცი, ხო? რეალურად Deep State-ის არსენალში მყოფი აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი იქნება ეს ბიუროკრატი კონკრეტული იქნება, რაღაც კონკრეტული ინსტიტუცია და ამ შემთხვევაში იქნება მედია. ყოველთვის ეყრდნობოდა მსგავს ცრუ ბრალდებებს საქართველოსთან მიმართებაში, იმიტომ რომ დაწყებული, რა ვიცი, გამჭვირვალობის კანონის აქციებიდან, თუნდაც კანდიდატის სტატუსის პერიოდში, როდესაც ჩვენთვის უნდა მოენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი. ყოველს კარგად ახსოვს, როგორი კამპანია აწარმოა ქართულმა ოპოზიციამ და NGO სექტორმა, როდესაც კანდიდატის სტატუსი უნდა მიგვიღო, მაშინ ჩადიოდნენ ბრიუსელში, ჩადიოდნენ სახლდებთან შეხვედრებზე, მაშინდელი ამერიკის ადმინისტრაციის ბიუროკრატებთან და ეხვეწებოდნენ, რომ საქართველოსთვის არ მიეცათ კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ეს გააძლიერებდა მმართველ გუნდს. შემდეგ გამჭვირვალობის კანონზე ჩვენ ხედავდით, რომ ეს ისევ ამ ადამიანებზე დაყნობით ხდებოდა, როგორც მედიაში გაშუქება, ისე თუნდაც ევროპარლამენტიდან კონკრეტული ნაყიდი ბიუროკრატების მხრიდან გაჟღერება საქართველოსთან კრიტიკული დამოკიდებულებებს, როდესაც ყოველთვის ამბობდნენ, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან და არანაირი არგუმენტი არ მოყავდათ, როდესაც კონკრეტულ მოსამართლეებს ასანქცირებდნენ მაგალითად ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, როდესაც საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოს აქვს უკუსლა მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, აბსოლუტურად ყველა მსგავსი საქართველოსთან კრიტიკული განცხადების წინაპირობა იყო აქაური აგენტურული ქსელის, იქნებოდა ეს NGO-ს წარმომადგენლობა თუ იქნებოდა ეს ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, მათი ის ცრუ დანოსები, რომელსაც მუდმივად თვითონ აღიარებენ ამას, რომ ასე იქცევიან და დასამალადაც არ აქვთ ეს დიდად შემონახული. შესაბამისად, ჩვენ როდესაც ხედავთ, რომ BBC, რომელსაც აქვს ავტორიტეტი, მაგრამ უკვე რთულია ავტორიტეტზე ისაუბრო, როდესაც მედია საგამოძიებო დოკუმენტურ ფილმს არქმევს იმას, რაც ეყრდნობა რაღაც კონკრეტული ექიმის კვლევას, რომელსაც საბოლოოდ თვითონ ეს ექიმი უარყოფს. ნუ გამოვიდა ხო ის ბიჭი ნატო სტატურო აქვს და ევროკავშირის ხელზე და მამამისი და ჩვენ მსგავსი ეს ინტერპრეტაცია არისო, რომ რამე მომწამლავი იყო იქ, თორე ჩვენ კვლევითო ჩვენ აი არ დაგვიდგენია და არც დაგვიდასტურებია. კარგი და მან კიდე უფრო მნიშვნელოვანია კვლევას რასაც ეძახის ეგ. კვლევა როგორ შემოდის? აი კვლევის თვითონ მეთოდოლოგია. არა, ნახე, ძალიან მნიშვნელოვანია რა კვლევის მეთოდოლოგია როგორ ხორციელდება. ეხლა მე რა ვთქვა, რომ გავაკეთე სოციოლოგიური კვლევა. კი, კვლევა ისე ჩანს რაღაცა რესპექტაბელურად, მაგრამ იმ კვლევის მეთოდოლოგიას რო გაიგებ, ხა თუ ორი კაცი გამოვკითხე და იმის მიხედვით თქვათ გამოვიტანე დასკვნა, ხო სასაცილო იქნება. რა გააკეთე, ესე იგი, რამოდენიმე
რაღაც პერიოდის შემდეგ მეორედ გასინჯა ადამიანები, ან კარდიოგრამა გადაუხო ან რაღაცა და ცვლილებები იყო მაგ მიმართულებითო. ანუ წნევა, თქვათ, მანამდე სხვა ქონდათ და მე დაახლოებით ამ ტიპის მეთოდოლოგიაზეა ლაპარაკი. იყო რა კონკრეტული ნივთიერება დასახელდა, რომ ეს კამიტი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის მერე არ გამოუყენებია არავის, რომელსაც გვედავებია, რომ ჩვენ სამართალდამცავები ხსნიდნენ ამას წყალში და ეგ ცალკე აბსურდია, მაყურებელს შეუძლია დაგუგლოს, შეუძლია AI ჩატებში ChatGPT-ს კითხოს და ასე შემდეგ. ამ ნივთიერებაზე პირველი რასაც გაძლევს ინფორმაციას, აი რომ წყალში ამ ნივთიერების გახსნა არ ხდება. და არის შეუძლებლობა. კი ბატონო. ტიპები უკვე ანუ საფუძველში იმხელა დიდ ყუილზე აშენებენ თელ ამ ფსევდო სკანდალს, რომელზეც მე როგორ გაიშალა ხო მე Washington ეგზამინერის იქაც აგრეთვე ქართველი კონტრიბუტორი ტაბულას გაზრდილი ვიღაც კონტრიბუტორის იმაზე დაყრდნობით რომ ეს არის ისეთი გლობალური საკითხი ხელა დანაშაული რომ ტრამპის ყურადღებას იმსახურებს რომ ან თურმე აი როგორი ბიოლოგიური იარაღი გამოიყენეს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ უბრალოდ ანუ ეგ არის და ზოგადად ამერიკაზე ერთ-ერთ ადმინისტრაციაზე გვარსასახელს არ დავასახელებ. არც ისე კაი გამოცდილება აქვს ქიმიური იარაღის ჯერ შეფასების, პოვნის და შემდეგ ამაზე უკვე პოსტფაქტუმ მოქმედების და რეაგირების. გულისხმობ ერახში ინტერვენციას, რომელიც საბოლოოდ დადასტურდა, რომ ქიმიური იარაღი იქ არ არსებობდა და სულ სხვა მიზეზი იყო. ეს იყო დიკ ჩეინის ფაქტობრივად ავანტურა, რომელიც მაგ პერიოდის ნეოკონებმა აწარმოეს ახლო აღმოსავლეთში, რაც შეეხება BBC-ს, ნამდვილად BBC გახდა Deep State-ის იარაღი, ხელში ინსტრუმენტი, რომელმაც თავისი თქვათ ეს ავტორიტეტი გამოიყენა კიდე ბოლო იარაღად, რომ ჩვენ დაგვარტყან, ჩვენ რაღაცა პრობლემა შეგვიქმნან, აქ კიდეში დაარეულობა, უბრალოდ თუ აპკვირდები, რამდენი წელია, როგორ ყველანაირად ეცადნენ და ვერ ხვდებიან იმას, რომ თუ რეალობაზე არ არის დაფუძნებული, თუ ის პოლიტიკოსები, ის მათი აგენტურა, ვინც არის, ხო, ამრევები და ეს რადიკალები, არ არიან ხალხის პრობლემების გამომხატველები, მაშინ არაფერი არ იქნება ასე ხელოვნურად, ანუ ვერ იზავ რა, აი აგერ მე რამდენი წელია ერთი და იგივე ფაქტის წინაშე დგებიან, მაგრამ ვერადავერ სწავლობენ ჭკუას რა. ეხლა ჩვენ რო ამ საკითხს თქვათ კიდე სხვა კუთხიდან შევხედოთ, ნახე მნიშვნელოვანი რა არის, რამდენი მანდატი ექნებოდათ პარლამენტში და ზოგადად ეს გაყალბებული, ეგრეთ წოდებული ვითომ გაყალბებული არჩევნების თემა რო არ აეწიათ, დაიწყეს თქვათ შავი კატის ძიება ბნელ ოთახში, რომელიც იქ არ არსებობდა, ხო? ვითომ გაყალბებული არჩევნების ბოიკოტირება. მერე იქ რო შესულიყვნენ, როგორ საპარლამენტო პროცესი წარიმართებოდა, რამდენი ხმა ექნებოდათ, რამდენი წარმომადგენელი ეყოლებოდათ, როგორ პროცედურულად, როგორ ისეთი იქნებოდა რა, თქვათ მნიშვნელოვანი საკითხები. აიგრძალეს თავი და აჭერინეს ამრევები, აქეთ რეები არ აკეთეს, ხო, უბრალოდ ეს არის რომ სპეციალურად გინდა პოლიტიკური პროცესი დააზიანო რა. აბა სხვა ახსნა ამას არ აქვს რა, ბაჩო. არა, რასაკვირველია, ეს არის ძალიან მიზანმიმართული კამპანია, რომელიც შენ არჩევნები ახსენე და არჩევნების გაშუქება დასავლური მედიისგანაც გახსოვს, ხო, ძალიან კარგად, როდესაც აგრეთვე ეყრდნობოდნენ აგენტურული ოპოზიციის ცრუ დადოსებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ 400,000 ხმა გაყალბდა და ან მედია, რომელიც საკუთარ თავს პატივს ცემს და არ არის რაღაცა იმის რა ქვია, მაკულატურა, რომელსაც საუკეთესო შემთხვევაში საპირფარეშოში გადაშლა. ასე მედია, რომელსაც აქვს რაღაც სანდოობა მოუპოვებია ავტორიტეტი და ასე შემდეგ, ყოველგვარი ნიუთმტკიცების, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, როდესაც ამხელა ტყუილს თხზავს, ანუ ეს ხო შეუძლებელი არის, რომ ამის უკან არ იდგეს რაღაც კონკრეტული დავალება, კონკრეტული მიზანი.
საიდან უნდა მოიტანოს ახლა აბა BBC მაშინ თუ ეს არ არის დავალებული და თუ ეს არ არის სპეციალური ცრუ დოკუმენტური ფილმი მხოლოდ იმისთვის შექმნილი რომ როგორღაც ის მინავლებული პროტესტი ის მარგინალიზებული აკაცუკთა პროტესტი როგორღაც იქნებ გამოაღვიძოს და ხალხში აღშფოთება ჩანერგოს და მართლგუნდს მიაკრას იარლიყი თითქოს მართლა წამებასთან გათანაბრებული დაშლის შემთხვევებს ჰქონდა ადგილი რა გარემოება არსებობს, როდესაც მაგალითად მივიდნენ რედაქტორთან და უთხრეს, რომ აი ესეთი მაგარი თემა გვაქვს, აღმოვაჩინეთ, რომ თურმე პირველი მსოფლიო ომის მერე ის ქიმიური ნივთიერება, რომელიც არ გამოყენებულა აგერ თითქმის ერთ საუკუნე, გამოიყენეს საქართველოში მშვიდობიანი აქციების დარბევას. ანუ რედაქტორი რა კითხვას სვავს ხომ, რომ მტკიცებულება რა გვაქვს. და როდესაც მტკიცებულება არ არსებობს და ამას რო წანეს უნთებ და ჯერ რო ამას ბეჭდურ მედიაში უშვებ და შემდეგ უკვე რო ამის დოკუმენტურ ფილმს ამზადებ, არქმევ ამას დოკუმენტურ ფილმს და ყოველგვარი სიმყარის გარეშე ამბობ იმ ხელა ბრალდებას, რომ სახელმწიფომ სიკვდილით გაიყვანოს მოქალაქეები შეუძლებელია ხო ანუ ამას არ ქონდეს რაღაცა ძალიან კონკრეტული მიზანი და ძალიან კონკრეტული დავალების ნაწილი არ იყოს ეს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ არ არსებობს მედია გამოცემა მაკულატურაც კი, სადაც თუ მხოლოდ ყურადღების მიპყრობა არ არის მიზანი, არ ხდება ელემენტარული ფაქტოლოგიის გადამოწმება. მაგრამ როდესაც გამოძიებაზე გვაქვს ჩვენ საუბარი და არა ის რომ რაღაცა მოხდა და უცებ სათაურში უნდა გაუშვათ რომ რაღაცა ხდება რა. აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ ამას დამატებული ძალიან მნიშვნელოვანი რა არის ზუსტად აქციის ესე იგი ხელახალი დაბადება ჭირდებოდათ რა და ზუსტად მაგ წერტილზე დაარტყეს რომ ნახე აქციაზე მდგომი ხალხი ვინც იყავით თქვენ მოგწამლეს და გამოიყენეს თქვენ და მე აკრძალული ნივთიერება რომ კიდე ხელახალი გამოღვიძება მოხდეს და აღარ მოხდება იმიტომ რომ თვით დისკრედიტაცია მოახდინა ამ რადიკალურმა ოპოზიციამ გაინადგურა ფაქტობრივად თავი მაგაზე ვლაპარაკობდით რა ჩვენ როგორც ვერ აუც მკვდარს შეიძლება წამოაყენო დაისვა გვერდით ის მაგრამ ვერ გააცოცხლებ მიხდი ეგ არის პრინციპი რა ადამიანები რომლებიც იძუნენ ამ აქციაზე ანუ მათ უნდა დაიჯერონ რომ მათ წინააღმდეგ გამოყენებული მომწამლავი ნივთიერების შედეგად თავად ვერ მიხვდნენ ამას და BBC-ს ფილმით მოახდენენ დიაგნოზირებას იმის რომ თურმე ერთი წელი ესენი არიან მოწამლულები. ანუ ეგ დაჯდა ხო საბოლოოდ რომ ამდენი ხნის მანძილზე მიმართვიანობა სამედიცინო კლინიკებში არ ყოფილა რაღაც აქციის წევრები კი გამოყავთ ახლა ამ ტევპირველებზე და იმაზე რომ რაღაცა თავი ამტკივდაო და ათებისგან სუდად გავხდიო და სისხლი მომაწვაო და ახლა ის გამოსულა დღეს მიშას ადვოკატი რო იყო რამიშვილი ხო ეგ გამოვიდა და კარჩო სიმსივნურის გამეჩი თავ და ეგო დიდი ალბათობითო მაგის ბრალი არისო აქციაზე რო ვიყავი ანუ ეხლა ეგეც სიგიჟეზე კაუზალობა ესე იგი მიზეშედეგობრიობა იმას და იმას შორის ну რა თქმა უნდა ბაჩო ჩვენ ვაპარაკობთ ეხლა მიშას ადვოკატზე რამიშულზე ну მიშას პროცესები არის ვაფშე წიგნად და კინოდ გადასაღები ესე იგი ადამიანი ამბობდა რომ ჯერ დემენცია დაამარცხა მე 3 თვეში მშილა 90 დღეზე თუ 100 დღეზე მეტი ანუ ყველა სამედიცინო ფიზიკის ქიმიის კანონებს გადააბიჯა და იმას ხნა დაიქირავეს მე ესე იგი რაღაცა PR კომპანია კონსალტინგ კომპანია რომელმაც ურჩია რომ მოდი სიკვდილს მივაწვეთო და ხალხი აღიქცნება ამაზეო და გადაწყვიტეს რომ ესე იგი ლპებაო და იხრწნებაო თითებიდან ხრწნის პროცესი ეწყებაო მისმა ექიმმა თქვა მერე თქვათ მის ბიოლოგიურ მასალას იპარავდნენ ის პოლონელი ხა ამ სიგიჟეში რომ ვიცხოვრეთ მართლა უნდა გადაიხატოს რადიკალურმა ოპოზიციამ ეს ქვეყანას ეს რო აკატრეს მიშას სიკვდილის ქრონიკები რაც ხდებოდა ეს სიგიჟე ისევ დასავლური მედიის შეკვეთილ ამბებს რო გავყვეთ კაი გაგახსენდა მიშას ამბავი სადაც დასავლურ მედიაში იწერებოდა რომ სააკაშვილი წამების პირობებში არის
იწერებოდა რომ სააკაშვილი ციხეში არის, როდესაც ვიუამეთში გულაობდა კაცი, ყველგან გვაქვს ხო ეგვიტებები ნანახი. ეგეთი კეთილმოწყობილი პირობები ბევრ სახში არა აქვს როგორშიც ეგ. ორ ოთახიანი ლუქსი, სადაც ვეიპინგს კიდე საქმიანობა ვეიპინგს ჩვენ მივიღეთ რეალობა, სადაც მუდმივი ოპონირება გახდა საჭირო აბსოლუტურ სიცრუესთან ოღონდ. ანუ თუ რაღაცა სიტყვაზე ადრე გვიწევდა გაგვეშიფრა რომ აი რა არის ამაში ფეიკი და რატო არის ეს ფეიკი. იმის საშუალებაც არ არის რაღაცა დააკვირდა და გამოიტანა პირდაპირ ტყუილს გეუბნებიან რომ თეთრზე შავია და ან უნდა გქონდეს ამისადმი მიმღებლობა და უნდა თქვა რომ უი ხო მე დებილი ვარ ჩემით ვერ ხვდები რომ ეხა თეთრს უყურებ და არა შავს და რახან ეხა BBC მითხრა რომ თურმე აქციებზე ხალხი მოწამლეს პირველი მსოფლიო ომის მერე არ გამოყენებული იმითი რა ქვია და ეს ყველაფერი რატო ხდება ესეც შევაფასოთ რატო გვერდჩის deep state-ი თავისი თქვათ ევრობიუროკრატიით და თავისი ევროპული რედაქციით რატო გვებრძვის თავი და თავი რა არის ჩვენმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა ამაზე ყველაფერი. კელი ნეგნანმაო შალვა პაპუაშვილი დაიბარავდა ჩვენ გველაპარაკებოდა ბოლოს ყვირილამდე მივიდა და მუშტის მაგიდაზე დარტყმაზეო რომ უნდა იომოთო და ისეთ დეტალებში იყო ჩასული ეს ქალბატონი ჯერ ელჩი რომ რამეს მოგიწოდებს ეგ ვაფშე სიგიჟეა, მაგრამ უნდა იომოთო და თუ სასოფლო რესურსი და შემდეგ ომის გასაგრძელებელი რესურსი არ გექნება, ქვეყანა რომ დაგემხობათ თავზე, მე უნდა გახვიდეთ ტყეში და იქიდან იომოთ პარტიზანულად. აი ამას ავწდით, ამაზე ვთქვით უარი, რუსეთს არ გაუხსენით აქედან მეორე ფრონტი და ამის გამო ამოგვიწურლეს, აგვithვალწუნეს და გვებრძვიან ზუსტად ამის გამო და ეხა რის გამო ხდებოდა ეს ომი საბოლოო ჯამში? ანუ თვითონ უკრაინელებმა რა აქნეს, ეხა კაპიტულაციაც არის და კაპიტულაციაც, ხო? ანუ პირწმინდად იგებს რუსეთი, პირწმინდად და უკრაინა, არ ვიცი, ნებისმიერი უკრაინელი ეხლა იაზრებს რომ ამ ომის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო ნებისმიერი უკრაინელი ამბობს რომ სტამბოლის შეთანხმებას რო გავყოლოდით ბევრად უკეთესი იქნებოდა ეხლა უკრაინისთვის ნებისმიერი უკრაინელი ამბობს რომ უკვე ზელენსკი არის ჩვეულებრივი მოღალატე რომელმაც ქვეყანას ესეთი რამ გაუკეთა დაკარგა ტერიტორიები შრომისუნარიანი მამაკაცების ესე იგი ყოველი მესამე და ყოველი მეორე არის ან ემიგრაციაში ან დაღუპული ან დაინვალიდებული ან ასე შემდეგ ეკონომიკა ჩამონგრეული აი და ბოლოს აწერს ბოლოს კიდე ეხლა რუსეთმა გაიწვია ეს იმიტომ რომ ყველაფერი მის სასარგებლოდ ხდება ბოლოს იქნება რომ ყველაზე ცუდ პირობებს დათანხმდება უკრაინა და ამის და ისე და ჩვენ რა შუაში ვართ ბიჭო უკრაინის ომთან რა სიგიჟეა საერთოდ როგორ მართლა როგორ გაგვიბედეს უკრაინა რომელსაც მართლა მეგობრებოდით ცალმხრივად ჩვენი სახელმწიფო დამნაშავეები იყვნენ უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე შეიფარეს ჩვენი მწამებლები მიშას და ადეიშვილის და მაგათი რეგის კარდაოს ექსტრადირება ძლივს გადმოწყვეტს. აბა რა, და ესენი შეიფარეს, მაღალ თანამდებობებზე დანიშნეს და ამაზე გველაპარაკებია. და ჩვენ ომში გაუგზავნეთ ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება და როგორ გაბედეს საერთოდ, როგორ დაუშვეს, რომ ჩვენთვის მიეთითებინათ სად და რა უნდა გვექნა. ეს არის ჩვეულებრივი ჩვენდამი ტრულად განწყობილი სახელმწიფო. კიდე სამხრივ მეგობრობა ჩვენ მხრიდან გრძელდება, იმიტომ რომ კიდე ერთ რეზოლუციას შეუერთდით უკრაინის მხარდაჭერას, რომელსაც არ შეუერთდა მაგალითად სომხეთი. მოგეთ ხო ანუ ჩვენ მართლა მივიღეთ ეს ორუელისეული რეალობა, სადაც უკვე არგუმენტი ზალას კარგავს, იმიტომ რომ გეუბნებიან რომ ისეთი ნივთიერება რომელიც წყალში არ იხსნება შენ გახსენი მაინც წყალში და გამოიყენე მომიტინგეების წინააღმდეგ და ამისი ჩვენ არანაირ დამადასტურებელი ფაქტი გარდა ვიღაცის წარმოდგენებისა არ გვაქვს მაგრამ ამას როგორც ფაქტად მაინც ისე მოგასაღებთ და ეხლა თქვენ თავი უნდა იმართლოთ და ნუ საინფორმაციო ომში გასაგებია კი ბატონო შეიძლება ამორალური რაღაცების მოსული არის, მაგრამ ანუ ამ კალიბრის უსამართლობა და ამ კალიბრის დაპირისპირება ჩვენი მისამართით ყოვლად უსაგნო, აი ბევრჯერ გვაქვს ჩვენ ნათქვამი მაგაზე და
მართლა სხვა მოცემულობა აღარ დგება, ყოველგვარი კეთილი მიმართების შესაძლებლობას აქრობს იმ სტრუქტურებისადმი, საიდანაც მოდის ეს მუდმივი ცილისწამება და ეს მუდმივი სიცრუე. შესაბამისად, საქართველოში რომ ევროსკეპტიციზმი ძლიერდება, ეს არანაირი პროპაგანდის და რაღაც მიზანმიმართული იმის ბრალი არ არის, ეს არის ბრალი მათი ქმედებების, რომელსაც უყურებს ყველაზე დიდი ევროსკეპტიკოსი ვერ დაუშავებდა ევროკავშირს იმას, რაც მისმა ბიუროკრატებმა და რაც ამ ორგანიზაციამ ჩვენთან საქართველოში თავისავს დაუშავა. რაც დაუშავა იმ ერთდროს ავტორიტეტულ სტრუქტურებს, მაგალითად BBC-ს, მაგალითად შვეიცარიის საბანკო სისტემას, რომელიც პირდაპირ ინსტრუმენტებად გამოიყენეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმისთვის რომ როგორღაც ხელისუფლებას შეუქმნა პრობლემები, ამ ტიპმა თავის სათამაშო დელოდ გადააქციეს ასწლოვანი ისტორიის, რაც ევროპული ინსტიტუციები და მედიები და ასე შემდეგ. კი ბატონო, ჩვენი გადაცემა პრინციპში ამით ამოვიწურა, დღეს გვქონდა საუბარი BBC-ს I'm fake ფილმზე, ეგრეთ წოდებულ დოკუმენტურ ფილმზე, სადაც ესე იგი ხელახლა უნდათ აქციის გამოღვიძება და კიდე აქ არეულობის მოწყობა, მაგრამ უფრო და უფრო შორდებიან მიზანს ჩვენი დასავლელი დაუძინებელი მეგობრები. ეგ კაი ტერმინია, დაუძინებელი მეგობრები. მადლობა ყურადღებისთვის. კარგად ზანებთ.